მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში წარმოგიდგენთ 2016 წლის ივლისის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული უნარჩვევების პირველი ვარიანტის ვიდეოს. ეს არ არის გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალური ვიდეო, ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი შესრულება. ასე დავიწყებ სამუშაო გვერდის პარამეტრები. გვერდის ზომა A2, size A4, ორიენტაცია გვინდა განივი, მინდვრის ზომა 4-ვე მხარეს 2 სმ. სწორება მარცხნივ სტრიქონებს შორის დაშორება არის 1.15 სმ. შრიფტის ზომა 34. ეხლა დავწერ მე ტექსტს ოქროს კვეთა. აი აქ გვინდა ქართული. ეს არის სათაური, ფერი უნდა იყოს წითელი აუცილებლად და გამუქებული, ხაზგასმა, კლაკნილი ხაზი ნიმუშის შესაბამისად. ნიმუში როგორც ხედავთ არის ცალცალკე სიტყვაზე ცალცალკე გაკეთებული, ამიტომ უნდა მოვნიშნოთ ჯერ ერთი სიტყვა, გავუკეთოთ აი ეს კლაკნილის ხაზი, რომელიც იმყოფება underline სტაილში და ის უნდა იყოს ლურჯი ფერის. როგორც ხედავთ, ოქროს გავუკეთ და ეხლა ფორმატის კოპირებით გავუკეთებ მას კვეთასაც. ჩამოვიდეთ მომდევნო სტრიქონზე, აქ უკვე აღარ გვჭირდება აი ეს შრიფტი. აღარც გამუქება. ხო, აი აქ მინდა კიდევ ფონი ვარდისფერი. ვწუხაროდ ჩემთან არ არის აი ეს ფერი, ამიტომ დავტოვებ ამას. შემდეგ გავაკეთებ მე ფიგურას. ამისათვის insert shape. აი აქ ვირჩევ ჯერ ერთ ხაზს. ზემოთ აუცილებლად უნდა იყოს ნულები, რათა ეს იყოს ზუსტად ჰორიზონტალურად. შემდეგ მეორე ნაწილში გვინდა ზომა 6.2. გვჭირდება ასევე მეორე 3.8. ასევე გვინდა აი ეს ფიგურა, რომელსაც ამოვატრიალებთ და მოვარგებთ ჩვენს საჭიროებას. და ახლა მე მივუთითებ აქ ზომებს 10 სმ და ქვემოთ 0.65. აი ამ სამი ფიგურიდან პირველი უნდა იყოს ლურჯი. შემდეგ აი ეს უნდა იყოს წითელი, ხოლო მესამე მწვანე. სამივე სისქე 3 PT. და დაჯგუფება ერთ ობიექტად. მდებარეობა in front of text. აქ უნდა დავაწეროთ უკვე ABC. მაგალითად პირველი შემთხვევაში insert equation. ვწერთ რა თქმა უნდა ინგლისურად A. ფერი უნებრივია შავი. შემდეგ ვწერ B-ს.
არ დავაკოპიროთ, პირდაპირ ჩავწეროთ და არ გაგვიჭედავს. ამის შემდეგ ქვემოთ დავწერ 100 + b. დავწეროთ a. პლუსის ნიშანი ჩავრთოთ ოპერატორებიდან b და შემდეგ განვაგრძობ ჩვეულებრივ წერას. აი ამის შემდეგ უკვე მჭირდება პარამეტრები, რომელსაც ითხოვს აქ შრიფტის სილფაენი 16, აბზაცი გვინდა 1 სანტიმეტრი. სტრიქონებს შორის დაშორება 1.5, სვეტებით ზომა თანაბარი გამიჯნული გამყოფი ხაზით. მოდი ჯერ დავწეროთ ჩვენი ტექსტი და შემდეგ უკვე განვაგრძოთ მუშაობა. აი აქ უკვე გვჭირდება ჩავსვათ შესაბამისი ფორმულა, რა თქმა უნდა, შუა ნაწილში. equation ჩავსვათ პირველი და ვწერთ a + b. ყველაფერს ვაკეთებთ აი აქედან. დავსვამ პლუსის ნიშანს და გამოდის აი ეს შეტყობინება. ამისთვის ჯობს ყველაფერი გავაკეთოთ თვითონ ჩვენი ინსტრუმენტებიდან. აქაც ჩავსვათ ტოლობის ნიშანი, შემდეგ ეს შეფარდება აღნიშნება ბერძნული φ. ჩავსვათ ბერძნული φ equation ტოლობებიდან. ამისათვის დაგვჭირდება აი აქ ავირჩიოთ ოპერატორში Greek letters და გვაქვს ეს φ. შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას. ისე ჩავსვათ ფორმულა φ აუდრისთვის გამოვიყენოთ ეს ოპერატორები ფუნქციების ერთს პლუს s-ვი 5-დან შეფარდებული 2-თან და განვაგრძოთ წერა. აი ამ დაგვარად საბოლოოდ მივიღებთ აი ესეთ ვარიანტს. ახლა მოვნიშნავ ჩემთვის სასურველ ტექსტს. მოვნიშნოთ page layout-ში columns, more columns, ვირჩევთ 2. აი აქ გამყოფი ხაზით და დავეთანხმებით OK-ს. თუ კი შესაძლოა იყოს აი ასეთი ვარიანტი, გადავიდეს მეორე გვერდზე, მაგრამ აი ეს ვიწიოთ ბოლომდე და ყველაფერი დარჩება ისევე როგორც საჭირო არის. მგონი ყველაფერი შევასრულე, რასაც ითხოვდა ჩვენი პირობა.
და გადავიდეთ შემდეგ Excel-ის დავალებას. ჯერ შევინახოთ ეს დავალება ჩვენი პირადი ნომრით. ვაგრძელებთ Excel-ის დავალებას. Excel-ის დავალებაში გვაქვს აი ასეთი ინსტრუქცია. როგორც ხედავთ, Excel-ის დავალებაზე არ არის ტრიქონების და სვეტების დანაყოფები არ ჩანს. შეგვიძლია ეს ჩვენ ჩვეულებრივ გამოვაჩინოთ, თუ კი view grid lines დავაწყაბუნებთ და გამოჩნდება ყველაფერი. პირველი არის გამოთვალეთ დეკემბრისთვის იმპორტის პროცენტული წილი თითეული წლის მიხედვით და შედეგები უნდა წარმოვადგინოთ მე-18 და მე-19 სტრიქონებში. ჯერ გადავიტანოთ წლები მე-18 სტრიქონში, შემდეგ გადავიტანოთ დეკემბერი. დეკემბრის მაჩვენებლებში წავშალოთ აი ეს მონაცემი და აი აქ გვჭირდება ასეთი ფორმულა უდრის დეკემბრის მონაცემი შევაფარდოთ მთლიან იმპორტს და გამრავლებული 100. გავავრცელებ აი ამ ფორმულას. შემდეგი შექმნით ახალი ცხრილი 22-27 სტრიქონებისა და აკა სვეტების შესაბამის უჯრებში. ცხრილი წარმოადგენთ 2005-2014 წლებში იმპორტის ოდენობა კვარტალების მიხედვით. ასევე იმპორტის საერთო წლიური მაჩვენებლები. მოდი გავაკეთოთ ჩვენ აი ახლა ასეთი ცხრილი. ჭირდება 4 კვარტლისთვის და 1 წლიურისთვის. აი ამ მონაცემებს წავშლი. პირველი კვარტალი, მეორე კვარტალი, მესამე, მე-4 და წლიური. პირველ კვარტალში გვექნება აი ასეთი ფორმულა. მაგალითად შეგვიძლია ეს დავწეროთ უდრის იანვარს პლუს თებერვალი პლუს მარტი enter და გამოიტან შედეგს. ანუ შეგვიძლია ეს უფრო მარტივად მოვნიშნოთ მეორე კვარტალის შესაბამის ურჯას auto-sum და აი აქ ვნიშნავთ აპრილიდან ივლისის ჩათვლით. შემდეგ ასევე ვიქცევით მესამეზეც და ანალოგიურად მე-4 კვარტალი. წლიური შემთხვევაში კი მხოლოდ აი ამ 4 კვარტლის შეჯამებას მოვახდენთ. აი ამათ ყველაფერს გავავრცელებ და მივიღებთ შესაბამის რაოდენობებს, რომელიც უნდა დავამყვალოთ მთელ რიცხვამდე. ხოლო L სვეტში ვწერთ საშუალო არითმეტიკულს, ოღონდ აი აქ არ გვინდა. რომელსაც ასევე გავავრცელებ მთლიანად. პირველი 4 კვარტალის მონაცემებზე გვჭირდება 3D დიაგრამა თან წრიული სახის. აი ესეთი. მას უნდა დავასათაუროთ ის 2014 წელი იმპორტი. იმპორტი უნდა დავურთოთ ლეგენდა ქვემოთ მხარეს. შესაბამისი მაჩვენებლებით მარჯვენა ღილაკი select data edit და პირველი, მეორე, მესამე, მე-4 კვარტალის მონაცემით. დიაგრამის მონაცემთა ფორმატირების დროს მონიშნეთ ის ოფციები, რომელთა დახმარებითაც დიაგრამაზე თითეული სექტორის გასწვრივ აისახება კატეგორიის შესაბამისი მნიშვნელობა და პროცენტული წილი. Format
data labels, აქ მოვნიშნავთ პროცენტს და შესაბამის რაოდენობას. და ისინი აისახება ჩვენს დიაგრამაზე. პირველი კვარტლის შესაბამისი სექტორი გააფერადეთ ყვითლად, რომელსაც format და მას შევინახავ ჩვენი პირადი ნომრით. Excel-ისთვის ეს იყო, გადავიდეთ PowerPoint-ის დავალებაზე. ვაგრძელებთ PowerPoint-ის დავალებას. აქ გვჭირდება 4 სლაიდი. სლაიდების ორიენტაცია განივი, რომელიც უკვე არის. პირველ სლაიდზე გვჭირდება layout ეს section header და ვაწერთ სეტარეში self-find წყალი, ხოლო შემდეგ საინტერესო ფაქტები. შრიფტის და სხვა პარამეტრებს ტოვებთ უცვლელი. მეორე სლაიდზე წერთ საინტერესო ფაქტები წყალზე, სათაურში. ისევ self-find შემდეგ გვჭირდება ტექსტი, რომელიც არის მოცემული საპრეზენტაციო მასალაში მესამე გვერდზე. ეს ტექსტი, ესეც ჩვენი ტექსტი, რომელსაც აქვს წინ მარკირება ოთხკუთხედი ნიშნებით. შევიდეთ სიმბოლოებში. ველითად ვნახოთ findings. დავირჩიოთ აქ ეს სიმბოლო. რომლის ფერიც არის დაახლოებით ასეთი. აქ ტექსტი მეტი ჩემთან არ ჩანს სლაიდზე და ვეღარ გავაგრძელებ. შემდეგ მითითება არის, უნდა გადავაფაროთ მასევიდან vertical bullets list. ეს სადაც გვჭირდება მხოლოდ პირველი და მეორე, ეს უნდა წავშალოთ. და სეტარეში გავადიდოთ. სეტარეში ვწერთ ასეთ ტექსტს. რომელიც არის მოცემული საპრეზენტაციო მასალაში. ეს ტექსტი. დავწერეთ ტექსტიც, მაგრამ მან რომ გადაფაროს ახლა ჩანს ერთი ტექსტიც და მეორეც. ამისათვის ამ ქვედა ნაწილს მივანიჭოთ ფორმატი shape fill და თეთრი. რითაც გადაიფარება ქვედა მხარე. მას უნდა დავადოთ ანიმაცია. fade
ისე რომ ჯერ უნდა წავიკითხოთ ჩვეულებრივი ტექსტი და შემდეგ გადმოვიდეს smart art-ი. დაწყაბუნებით უკვე გამოდის smart art-ი. შემდეგ სლაიდზე გვჭირდება სათაური წყალსაცავები. აი აქ გვინდა დიაგრამა. მე ჩავსვამ ახლა მსგავს დიაგრამას. დაახლოებით ეს დიაგრამა მსგავსია, თუმცა არ არის ზუსტად ანალოგიური, რადგან მე ეს მასალა არ მაქვს PowerPoint ფორმატში და მაქვს PDF ფორმატში. დიაგრამას უნდა დავადოთ ანიმაცია strips. ეს ანიმაცია და ანიმაციის მარჯვნიდან მიმართულება მარჯვნიდან ზევით. Right up. ანიმაციისთვის გამოიყენე შესაბამისი ოპცია, ისე რომ slideshow-ს მიმდინარეობს დროს მონაცემები გამოჩნდეს სერიების მიხედვით. ანუ ჯერ გამოჩნდეს სამივე ცისფერი სვეტი, შემდეგ სამივე სტაფილო სვეტი და ბოლოს დიაგრამა შევისვოთ მწვანე სვეტებით. შევდივართ effect options-ში chart animation და აი აქ ვირჩევ by series. ნახოთ ჩვენი შედეგი. წყალსაცავები, შემდეგ ლურჯიფერი, შემდეგ ვითელი და ბოლოს მწვანე. მეოთხე სლაიდზე გავუკეთოთ დასკვნა. და აი აქ უნდა გადმოვიტანოთ ტექსტი 30 PDT, რომელიც არის საპრეზენტაციო მასალაში. ესეც ჩვენი ტექსტი. უნდა იყოს ის 30. ფაინი და სხვა მეტი მეოთხე სლაიდს დატვირთვა არ აქვს. ნახოთ რა გამოვიდა თავიდან ბოლომდე. შევინახოთ ის ჩვენი სახელით და პრაქტიკული დავალებების პირველი ნაწილი აი ამით მოვრჩით. მადლობთ ყურადღებისთვის.